როგორ მოუგო ტაქტიკური დუელი ლუის ენრიკემ არნე სლოტს? ვინ იყო მატჩის 3 მეფე? კვარას გავლენა გუნდზე ნელ-ნელა წარმოუდგენლად იზრდება და ფეხბურთში დღემდე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფსიქოლოგია. ენფილდზე ისტორიული მატჩი ვიხილეთ, PSG-მ ისტორია გადაწერა და ცრუცხრიანი დღეს აი ამ ძალიან ცხელი მატჩით დაგიბრუნდათ. მოდი ახლა ბევრი რო არ ვისაუბროთ, რო არ გავწელოთ, პირდაპირ გადავალ ტაქტიკურ ანალიზზე. წინა მატჩზე უნდა ვთქვა 2-20 სიტყვა. პირველი შეხვედრის შემდეგ 70-30 ვაფასებდი შანსებს და წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, აი არ მჯეროდა ფაქტობრივად, რომ Paris Saint-Germain-ი გასვლას შეძლებდა. კი, ზონა 14-ის თემები და შემდეგ ეგენი გავარტყი და დაჯდა, გოლი მაქედან გაუშვა Paris Saint-Germain-მა, თუმცა განმეორებით თამაში რაც გააკეთა PSG-მ მართლა არ ველოდი ლუის ენრიკემ როგორც გადააწყო გუნდი ტაქტიკურად და ეს მინუსები რა მოკლე დროშიც აღმოფხრეს და როგორ აღმოფხრეს. ამაზე ხა უკვე დეტალებში, უკვე ვიდეო ანალიზის ნაწილში გესაუბრებით და არ ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი კამბექი, ასე ვთქვათ, გუნდის ჩავარდნის მხრივ რა და არა ანგარიშის ამბავში რა და ეხლა ამ ყველაფერს ერთად ვნახავთ. მოდი ახლა სამ მეფეს შევეხები, game changer მომენტები, ანუ გადამწყვეტი მომენტები ამ მატჩში რომელი იყო რა. პირველი იყო, როდესაც სალახს მეოთხე წუთზე ფაქტობრივად გატანილი გოლი, ანუ გამოუტანა კარებიდან მენდეშმა, იქ დონარუმა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგრა თამაშობდა, გამორიცხული იყო, რომ ამ დარტყმისთვის რაიმე მოეხერხებინა. ანუ ძალიან მალევე ჩავარდა Paris Saint-Germain-ის დაცვა და ზოგადად Enfield-ის მაგია, რაც არის. ხო არის ბერნაბეუს მაგია ჩემპიონთა ლიგაზე და ყველა ანუ ნადგურდება, როცა რეალი დაიქუხებს ბერნაბეუ და გაიტანენ და რაღაცა 98-დან მერე 3-ს იტანენ. ანუ Enfield-ზეც მსგავსი რამ ხდება და ამისთვის საჭირო რა არის, რომ ეს ყველაფერი დაიძრას გოლი, ხო? ეს გადამწყვეტი მომენტი რაც ჰქონდა ლივერპულს, ტაიმების სტარტზე ჰქონდა ზუსტად რა. მეორე იყო, როდესაც კვარამ გამოიტანა უკვე გასული გოლი, ასევე იქაც სალახის დარტყმული გამოიტანა, სალახი ფსიქოლოგიურად გაანადგურეს. ჯერ ხო პარიზში გაგუდეს და არანაირი მომენტი არ ჰქონდა და ამ თამაში საერთოდ ნუნუ მენდეშმა ჯიბეში ჩაისვა და მე მგონი ეხაც იქცის. და პლუს ორი გოლი ჰქონდა ტიპს გატანილი და ორივე კარეს ხაზიდან ამოუტანა ფეხბურთელმა და არა მეკარემ. ეს იყო ანუ გარდამტეხი ეპიზოდები, აქ ლივერპულს რო გაეტანა და გვინახავს ესეთი უპირატესობის დროს, როცა იტანს ლივერპული, მერე რას შვება და როგორ ფეთქდება ეს გუნდი და აი ამ ვულკანს მოკლედ არ მიცეს ამოფრქვევის საშუალება რა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტები, მენდეშის და კვარაცხელიას მომენტები და თან როგორი სიმბოლურია, რომ მთლიანად 120 წუთის განმავლობაში ან რაც თამაშის გუნდება, ეს ორი ფეხბურთელი იყო MVP, მეფე და მესამე მეფე, რა თქმა უნდა, იყო ბოლოს დონარუმა, იმიტომ რომ პენალტებზე საქმე რომ იდგება, უკვე რამაგრადაც არ უნდა ურტყამდეს და სულ რომ მენდიეტა იყო, მაინც მეკარემ უნდა გიშველოს ყველა ვარიანტში რა. ჩემი აზრით, სამი მეფე ყავდა ამ მატჩს, მენდეში, კვარა და დონარუმა. ვიდეოები, მომენტები ნახეთ, ანუ რამ შეიტანა გადატეხა შეხვედრაში, თქვენ ამაში მეთანხმებით თუ არა, აუცილებლად დააფიქსირეთ კომენტარებში, ეხლა უკვე სხვა დეტალებზე გადავიდეთ. ორი წამის საქმეს ეხლა ნუ დაიზარებთ. დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, გამოიწერეთ Crystal Sports-ის YouTube არხი, ცრუსხრიანს ძალიან მარტივად, მხოლოდ ამით შეგიძლიათ რომ დაეხმაროთ. წინასწარ მადლობა მაყურებელს და ეხლა გადავალ უკვე აი სალახის ფენომენზე და ისეთ რამეს ვიტყვი არაპოპულარულს რა. პრემიერ ლიგის ფანები და ლივერპულის ფანები შეიძლება გამინაწყენდნენ, მაგრამ არ არის პრობლემა. აი ცოტათი წაულ ლევანდოვსკებს ჩემპიონთა ლიგაზე ეს ფეხბურთელი რა. ანუ big game players რასაც ეძახიან, დიდი მატჩების ფეხბურთელი. რამდენადაც არის ინგლისში და ძალიან ბევრი თამაში მოუგია და წელს, ანუ ორნიშნაზე პირველი ავიდა, ანუ გოლს პლუს საგოლე პასში და ოქროს ბურთის ყველა გამოკითხვაში პირველ ადგილზე არის რაფინიას, არის მოსდევს და ესიც უპირველზე არის სექტემბრიდან მოყოლებული და ანუ სალაჰი ინგლისში რა რეკორდებსაც ამხობს და რა სტატისტიკაზეც არის გასული, ხო ყველამ ვიცით. ჩემპიონთა ლიგაზე რომ კითხონ რა გახსენდებაო სალაჰზე, ნუ ჯერ მახსენდება რამოსმა რომ კლავი ამოუგდო და მერე მახსენდება ის რომ აი დიდი მატჩები რაღაცა ლივერპულმა დაატრიალა, ვიღაცას გადაუარა და ანუ სალაჰი არ მახსოვს იქ რა. აი ლევანდოვსკი რო ბაიერნში იყო 100 გოლს რო გაიტანდა, მაგრამ გარდამტეხ ეპიზოდში მაინც ნოიერი ან მიულერი რო გახსენდებოდა ადამიანს, აი ეგეთი პონტია რა, აქაც. ამ შემთხვევაში ისევ ანუ სალაჰმა ვერ თქვა თავისი სიტყვა, რეალთანაც სხვათა შორის 2-0 მოიგეს ეხლა წელს ლიგის ფაზაზე, იქაც ანუ ფეხები აუკანკალდა, პენალტი ვერ გაიტანა და ვერ ითამაშა ვერც თამაში რა. იქაც ანუ გაკპომ გაიტანა გადამწყვეტი გოლი. ეს რაღაცა აქვს სალაჰს რა და აი ერთი მომენტი მინდა განახოთ უბრალოდ
ერთადერთი შემთხვევა იყო 120 წუთის განმავლობაში, როცა მენდეშს გაცდა. მე მგონი საერთოდ ორივე თამაში ერთი შემთხვევა იყო რა. რომ აი ჯიბიდან ამოუხტა და ხედავთ, ეხლა გარღვევა ფლანგიდან, წაიღო ეს რობენის და მესის სტილში ესე შევიდა და უბრალოდ აქ კვლავ შეცდომა გადაჯგუფების დროს პარის სენ-ჟერმენის დაცვაში ისევ ერთ სივრცეში მოიყარეს თავი, დაახლოებით წააგავდა ელიოტის გოლს რა პარიზში. და აქ მარცხნივ დიაში ეხსნებოდა და ლოგიკურად აქ ანუ უნდა წაიკითხა ეს ეპიზოდი თავს ეხა ხო მაღლა წევს 14 წლის დამწყები ფეხბურთელი ბავშვი ხო არ არის რა. აქ რო გაეგორებინა შეიძლება ერთი შეხებით ძალიან რეალური მომენტი შექმნილი იყო რა, მაგრამ თავის თავზე აიღო ისევ და აქაც ანუ მაგარი შეცდომა დაუშვა ეს რბილად რომ ვთქვა რა. ახლა გადავიდეთ უკვე ტკბილ ლუკმანზე ნელ-ნელა შაქარი დავამატოთ. ხო, კვარას თამაშამდე მივედით, ეხლა წეგან კი განახეთ ამოტანილი ბურთი და ამ შემდეგ, მაგრამ მოკლედ ბევრს გქონდა კითხვა როგორც ხდება ხოლმე რა და წვრთნელს რო შევესწევით Facebook-იდან და არიქა და რატო გაიყვანა და რა. ნუ პარიზში მეც იმ აზრზე ვარ რომ არ უნდა გაიყვანა იმ თამაში, სხვა უნდა გაიყვანა და ამჯერად მე-100 წუთზე შეცვალა და აშკარად ეტყობოდა რომ ბოლო 5 წუთს რო გადავახვი და დავაკვირდი, აი ძლივს გადაადგილდებოდა უკვე მოედანზე ხვიჩადო. დაიღალა ეხა მე-100 წუთია რა ის ხო არ არის რაღაცა. და რატომ დაიღალა და რატომ არ დაიღალნენ სხვა შემტევები კონკრეტულად კი დემბელეები და ბარკოლები და ასე შემდეგ, აი ხა ამას განახებთ რა. მთელი მატჩის განმავლობაში კვარაცხელია იყო შემტევი სამეულიდან ერთადერთი წევრი, რომელიც დაცვაში თავისი ფლანგის განაპირა მცველს ეხმარებოდა. ამ შემთხვევაში ძირითადად მარცხნიდან მოქმედებდა, ამჯერად მარჯვნივაც იყო, მაგრამ პარიზისგან განსხვავებით აქ ლივერპულში მარცხნივ მოქმედებდა და მენდეშს, ანუ როგორ აზღებს უბრალოდ დააკვირდით, როდესაც აი სალაჰის პლუსი რა არის, რომ ფლანგზე ისე კარგად იხსნება, რომ ყოველთვის შეგიძლია შენ სალაჰს გადააწოდო პასი კომფორტულ ვითარებაში, ანუ როცა მარტოა. ანუ ბრძოლაში ტიპი არ გეხსნება რა, მაგას უახერხებს. და ერთ-ერთი სალაჰთან დარჩენა ძალიან ხიფათის შემცველია, იმიტომ რომ ისეთი სწრაფია, არ ვიცი მე რა დაეწევა და ნახე რა, რამდენი მომენტია რომ უკვე აზღვევს და იქვე არის შორი ახლოს, რომ წკაპ ჩაარტყას უცებ და გაუკეთოს სივრცეს, ასე თქვათ, კონტროლი დაზღვევა. და ჩემი საყვარელი მომენტი ამ შეხვედრაში კვარას დაცვის ამბავში შეტევაში აქ თვითონ დაკარგა ბურთი არ გამოვიდა იერიში და ტრენტმა წამოიღო კონტრიერიშზე და როგორ უბრალოდ ბოლომდე საიდან სდია ტიპა რა ჩაყვა და დაზღვევას უკეთებს მე ჩვეულებრივად მარცხენა მცველის პოზიციაზე დგება და არ თაკილობს ამას რა და მატჩს რო დავაკვირდი ანუ ესე უკან ჩარბენები და თან მარტო ჩასვლა ხო არ არის ტურისტივით ჩადიოდა და ჩაჭრას აკეთებდა და ართმევას და წამოღებას და ამას აი ეს FIFA-შიც კი იღლება ფეხბურთელები რა, ანუ ვიღაცა შეიძლება ძლიერი მეის კონდეს მონაცემები, მაგრამ მაინც იღლება ამდენს რომ დარბიხარ წინ და უკან იღლები და რო დავაკვირდი, ანუ ბარკოლას და დემბელეს დავალება რაც ჰქონდათ მიცემული, იყო უფრო ცენტრში და ცენტრის გასწვრივ ფლანგთან იქ ეტრიალად და კონტრიერიშიც რო ძალიან სწრაფები არიან გადაგდებულ ბურთზე რო წაიყოთ რა. ეგ დავალება ჰქონდათ. რაც გოლის მომენტშიც გამოჩნდა, ძალიან კარგად გამოჩნდება ვის რა როლი ჰქონდა მოედანზე. მივედით უკვე გოლის ეპიზოდთან, კადრს მინდა რომ კარგად დააკვირდეთ რა ხდება ახლა ამ მომენტში და როგორ გაუშალა სივრცეები ხელოვნურად პარის სენ-ჟერმენმა. ჩვეულებრივი ამოტანა არის რიგითი დაცვიდან ბურთის, პრესინგს თამაშობს ლივერპული ენფილდზე, ანუ ყველას ასე ხდება, ამ დონეზე არის აწეული და აქ ვიტინიას მანევრი არის გადამწყვეტი ამ მომენტში რა. კვარაცხელია არის ფლანგზე, ტრენტი მეურვეობს, კვარა აკეთებს ჩარბენს უკან, ანუ ჩადის რომ ვითომ პასი თხოვს, მანევრი არის, ტრენტი ბუნებრივია ჩაყვა. ამ დროს ვიტინია ცენტრიდან იწყებს მოძრაობას ხვიჩას სივრცეში, ანუ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გადადის, შობოშლაი გადაყავს უკვე და ცენტრი გაიშალა. ამ მომენტში დემბელემ აი რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა უკან ცენტრში დგას, რა მაგას უკან ჩასვლა არ ევალებოდა რა. აი მომენტს კითხულობს და უკვე ამომტან პასს აკეთებს ცველი უკნიდან და რამხელა სივრცე არის დააკვირდით ცენტრში. თავიდან ეს სივრცე არ იყო. გაიშალა და ბარკოლაც ხდება პარალელურად ფლანგზე, ანუ რა გაგრძელება უნდა მოყვეს შეტევას. სრულიად მარტომყოფი დემბელე ტრიალდება და გარბის და უკვე ხდება რა უნდა გააკეთოს და საით წავიდეს. ეგრევე. აქედან კვარაც კი გარბის შეტევაში, მაგრამ უკვე ეს კაცი ამოტყუებული არის არნოლდი. ეგ ვეღარ ჩავა, ვეღარ დააზღვებს უკვე რა. ანუ განაპირა მცველის ამოტყუებას ეგეთ კონჩეტოების დროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ განაპირა მცველები სწრაფები არიან და ხშირად აზღვევენ შემცდარ ცენტრალურ მცველებს. ეს მანევრი იყო ეხა აქ რაც მოხდა, ანუ
ცენტრალური ნახევარმცველი ამოიტყვეს, ფლანგის მცველი ამოიტყვეს და ნუ დანარჩენი რა მოხდა და როგორ უკვე ეგ კონატეს კისერზე არის, ეგ შეცდომა, მაგრამ ეს მომენტი რომ შეიქმნა იყო აი ამ მანევრის დამსახურება თავიდან ბოლომდე. დატვირთული ცენტრი და მაღალი პრესინგი, ორი კაცის ესე მირბენა მორბენით და გადმოსვლით რაღაც რამდენიმე ნაბიჯით გაიშალა და გავიდა გოლი და ასეთი რაღაცა ლივერპულმა პარი სენ-ჟერმენს ამ ჯერზე ვერ გაუკეთა. თუ პარიზში გაუკეთა, აქ როლები შეიცვალა, ამან მეტი ზონა გახსნა, იმან ნაკლები და ნუ ასე ვთქვათ, საჭადრაკო პარტია ამჯერად ლუის ენრიკემ მოუგო რა. პირწმინდად მოუგო რომ იტყვიან, აი ეს არის 1-1-ში სლოტს დაჯდა და აი მოუგო. ქიში და შამათი. ვერაფერს იტყვი, უბრალოდ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩენილა, ისე მოუგო ტაქტიკური დუელი. და პირადად მე ეხა რო ავიღო ტრიპლეტი აქვს შესრულებული ბარსელონაში ლუის ენრიკეს, ესპანეთის ნაკრებში საკმაოდ კარგად იმუშავა, ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა, არც ისე შთამბეჭდავი ნაკრებით, მაგრამ აი ამ ლივერპულთან მოგებული ეს ორმატჩიანი დუელი ჩემთვის გაცილებით წონადია, იმიტომ რომ ბარსაში მაგალითად სუპერ გუნდი ყავდა, ღმერთები ყავდა შემადგენლობაში, ანუ დუე და ვიღაცები არ ყოლია რა. იქ იყვნენ ჩვეულებრივი ოლიმპოდან ჩამოსული ხალხი იყო. და აქ, ანუ მე კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ლივერპული იყო ფავორიტია. 116 წუთამდე მჯეროდა რომ ლივერპული მოიგებდა. ანუ პენალტებში უკვე კი გათანაბრდა, მაგრამ იქაც მეგონა რომ ალისონი მანდაც გამოიძრობდა ხელს და რაღაცა რა მოუგებდნენ, მაგრამ ენრიკემ ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონე დადო ტაქტიკურად თავის სამწვრთნელო კარიერაში, რომ ჩემი სუბიექტური აზრია იქ. ნუ ეხა ამ მონაკვეთში რასელოდით რომ ეხა ბარკოლას და დემბელეს იმას ვერ ვიტყვი ეხა აქ ვიდეოში, არ გამოვტოვებდი, არ გამოვა ეგრე რა. პირველ ტაიმში გული ესე გვეჭირა ხელით, ანუ Facebook-ზე რო შევედი შესვენებაზე რა ხდებოდა ვერ აგვწერ მაგას იქ. 2-0 უნდა ყოფილიყო მინიმუმ პირველი ტაიმი რა, ანუ ლივერპულის გაფუჭებელ მომენტებს არ ვიძახი, ანუ პარი სენ-ჟერმენი რაც შექმნა, ერთი გაიტანა და ეს ორი საგოლე პასი ხვიჩამ, ხედავთ კადრებსაც. ანუ წამით რო არ აგვიანებს ადამიანი და რო არ არცულებს და რაღაცებს არ იგონებს ეს თრევა რო ევასება ბურთის ამ ბარკოლას და დუეს და ვიღაცებს. აი ეგრევე რა, გეგონება ვიღაცა რეალის ან რაღაც მილანის ძალიან გამოცდილი 29 წლის, 32 წლის ვიღაც ფეხბურთელია დაღვინებული ვარსკვლავი, რომელმაც ყველაფერი მოიგო უკვე. ისე წერტილ სიზუსტით აძლევს, რომ საბაბს არ გიტოვებს ხავს, რომ გააკრიტიკო, რა, აი რატო ქნა ეს რა? ესე რო ექნა, გოლი გავიდოდა. ამის საბა ქართველი რო არის, იმიტომ კი არ ვიძახი ხა. თორემ ფინიშინგის პრობლემა რა არ ქონდა წინა სეზონებში მილანთან რო გააფუჭა მომენტები, ანუ იქ უნდა გაიტანა, მაგრამ ვერ გაიტანა, მაგრამ ეგ იყო ფსიქოლოგიური პრობლემა. და ამ შემთხვევაში რო გაიხსნა, როგორც თამაშობს, უმოკლეს დროში ხედავთ. ლუის ენრიკემაც აღნიშნა და აქ რა ბურთებიც გააფუჭა ბარკოლამ და იმან დემბელემ. ჩემპიონთა ლიგაზე, ანუ ლივერპულმა კაი ვერ დასაჯა, მაგრამ ერთ წამით რო წარმოვიდგინოთ, თავარი ფანიშერი რო ყოფილიყო აქ რა, მადრიდის რეალი. მკვლელი გუნდი, რომელსაც თუ გაუფუჭებ ეგეთ მომენტს, რაღაცა ცოცხლდება, არ ვიცი, მკვდარი რო იყოს, წამოდგებიან და გაგიტანენ და მოგიგებენ და დახსჯიან რა. ეგ ვეჭველი გამოსასწორებელი აქვს, იმიტომ რომ ანუ ხვიჩამ მისცეს და ხვიჩამ გაიტანოს არ გამოვა ეგრე. ფლეში არ არის ახლა რა და ვიღაცამ უნდა გაიტანოს. თუ მომენტები გაფუჭდნენ ასტონ ვილასთან შეიძლება რაღაცები ეპატიოთ კიდე, ეგეც შეიძლება, მაგრამ ნახევარფინალამდე მე იმედი მაქვს რომ მივლენ, იქ უკვე დამთავრებული ამბავი არის. ასეთ მომენტებს თუ გააფუჭებენ, ეხლა რო წამოიღო ლივერპულს და ის რომელიმე ძელი 3 თუ 4 ძელი იყო, რო გაეტანა ერთი დანგრეული იყო ესენფილდი, მე სად მიდიოდნენ ესენი, ხო, მარტი მომრავლება დაიშლებოდნენ ეგრევე რა. ხო, და აი ეგ მომენტი არის, რომ ფსიქოლოგიური ბრძოლა მოიგეს, იღბალიც ამ შემთხვევაში უკვე პარი სენ-ჟერმენის მხარეს იყო წინა მატჩიდან განსხვავებით, მაგრამ ამაზე უნდა იმუშაონ რა და აღიარების დროა რომ ეს ხალხი უკვე მოიგოჭლებს რა დამაგვირგვინებელ ფაზაში და კიდე ერთი ვიდეო მეორე ტაიმში იყო ეს ვიტინიამ ძალიან მაგარი მანევრი განახორციელა ცენტრში უცებ მოტრიალდა და აქაც ანუ კვარა შემოვიდა გარემარბის პოზიციიდან ცხრინაზე და ესე ეხსნება ხელითაც ანიშნებს ჩარბენს აკეთებდა მცველებს ზურგს უკან რა კონატეს ზურგს უკან და ნუ იქ ტრენტს რო გაექცეო და ეგ 2x2 არის ანუ და ვიტინიამ არ შეიმჩნია თუ ვერ დაინახა თუ არ დაინახა არ ვიცი უფრო რთული გადაწყვეტილება მიიღო რატომღაც მიიღო რა ესე მოხდა რა ამ შემთხვევაში ძალიან მაგარი მომენტი გაუშვეს ხელიდან უბრალოდ თქვენ ყველაფერი ნახეთ ხა ვიზუალურად პოტენციურად მინიმუმ კარში დაარტყავნა კვარა აქედან მივედით ხა პირველი ვიდეოს თავარ თემამდე წინა გადაცემის ასე ვთქვათ პირველი მატჩის ზონა 14 ამ შემთხვევაში
ეხლა მე რო ლაპარაკობ აქ და რაღაცებს რო განვიხილავ და ვეძებ, ნუ ლუის ენრიკეც რა თქმა უნდა წინაა ჩვენზე ხო ბევრად და მიხვდა ამ პრობლემას, ანუ ვერ შეუსრულეს პირველ მატჩში ფეხბურთელებმა, მაგრამ მეორე შეხვედრაში მაგარი ნამუშევარი იყო და ეხლა მინდა გაჩვენოთ ორი ვიდეო. პირველ ეპიზოდში ნევეში აკეთებს მან ზონა 14-ის დაზღვევას. ტრადიციულ სტილში ცდილობდა ლივერპული რომ გაეჭრა ხაზი კონტრპრესინგზე ბურთი დაითრიეს და წამოიღეს და ურტყამდნენ ეგრევე იმ წერტილიდან, მაგრამ ნევეში ძალიან დროულ ართმევას აკეთებს, ანუ იცოდა აშკარად ჩანს რომ ელოდა რა. და მეორე ეპიზოდში იგივენანო სალახის გარღვევა იყო მორიგი და აქ ამჯერად პაჩო თავის პოზიციას ტოვებს დაცვის ცენტრში, ანუ თითქოს ამოვარდნილი არის ხო კონტექსტიდან, კადრიდან, საიდან ამორბის ტიპი რა. და ზუსტად ამ ზონა 14 საჯარიმოს მისადგომებთან დაზღვევას აკეთებს და ანუ გადევნა ასე თქვა რა, მოიშორა რა, იქეთ გაუშვა, ანუ ამ ეპიზოდში, ანუ მიანიშნა რომ ვაკონტროლებთო და არ მიუშვა, იმიტომ რომ იქედან ლივერპულმა ამდენი ფეხი დაადგა წელს რა, 90% გოლი დამთავრდა რა. ამ პრობლემასაც ძალიან მაგრად მოუარეს და ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ პერსონალურად მენდეშმა ჯიბეს ჩაისვა სალაჰი და მთავარი ტიპი თამაშიდან გამოთიშეს. დიეგო ჟოტა, რომელიც ნუ არ არის ფორმის პიკში, მაგრამ მაინც ჟოტაა, პაჩომ განსაკუთრებით ჯიბეს ჩაისვა და ერთ-ერთი კაცი იყო დიაში, რომელიც კარგად თამაშობდა და მარცხენა ფლანგიდან, ანუ ის მომენტები ვერ შექმნეს, რომ მატჩი მოიგო. ანუ ერთი ვინგერის კაი თამაშმა ვერ უშველა. დამატებით დროში ვნახეთ ის, რასაც არავინ ველოდით, პრემიერ ლიგის გრანდი ლიდერი, ფაქტიურად ჩემპიონი, საკუთარ მოედანზე დაღალეს. დამატებით 30 წუთეულში ლივერპულს აღარ შეუტევია. მე არ მჯეროდა ეგ რასაც უყურებდი რა, ანუ აშკარად დაღალა და ითამაშა ამან ძალიან დიდი როლი ლიგა 1-ში კომფორტულმა ფორამ, იმიტომ რომ იქ რომ იცის ლუის ენრიკემ როცა არ უნდა დაიხარჯოს გუნდი, როდის არ უნდა დაიხარჯოს და ისვენოს, ლივერპული ხა ბოდიში, მაგრამ მაგას იქ ვერ იზამს, იმიტომ რომ კრისტალ პალასთანაც იქ რო გახვიდე, მოგიგებს რა, იქ ყველას ფული აქვს და ყველას ყავს გოლის გამტანი ფეხბურთელი და აქ სწორად მომემზადა მენტალურად არ ვიტყვი უფრო, მენტალურადაც, მაგრამ ფიზიკურად უფრო რა. Paris Saint-Germain და ყველაფერი იყო ძალიან ლოგიკური. ეხლა მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ მოგეწონათ ანუ დღევანდელი მეორე მატჩის ანალიზი, პირველიდან გამოყევით აბა და რა ნიუანსები დაიჭირეთ, ცვლილებები და რავი, რაში დამეთანხმეთ, რაში არ დამეთანხმეთ, ტრადიციულად რა, როგორც ვართ ხოლმე, თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, რომ ბევრი კომენტარი დაიწერება დღევანდელ ვიდეოზე, აუცილებლად უნდა დაალაიქოთ და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, ეგ არის 2 წამის ბაზარია თქო რო ვიძახი, ეგ არის რა. თქვენი თანადგომა არის ეგ. 3 წელი რო ვარსებობთ, არის მხოლოდ თქვენი დამსახურება ამ 2 წამიანი საქმის. ხო და ეხლა ბოლოს თქვენს საყვარელ მონაკვეთზე გადავიდეთ, ასე ვთქვათ რა. ბევრ თქვენგანს უყვარს, მაგრად გათამაშება, ისე აქტიურობთ ხოლმე, რომ კიდევ ერთი პერსონალური მადლობა ცალკე მაგაზე. ძალიან მაგარი კომენტარები იწერება ვიდეოს ქვემოთ, ძალიან. სიამოვნებით ჩაუჯდებით ხოლმე და ვკითხულობ ყველას. და მარტივი არის კვლავ გათამაშების წესები, ჩვენი პარტნიორი რეტრო სახლი ძალიან მაგარი სპორტული მაღაზია. ნებისმიერი მაისური იქნება თქვენი რეტრო ნაკრების კლუბის ახლანდელი სულ ერთია. ამისთვის უნდა გააკეთოთ მარტივი რაღაცა რა, ეს დალაიქებას და subscribe-ს რომ მორჩებით, დაწერეთ კომენტარი ქვემოთ დღევანდელ თემასთან დაკავშირებით. ნააზრევი რას ფიქრობთ რა? და 2000 ლაიქზე როგორც კი ავა დღევანდელი ვიდეო, ეგრევე ჩაირთვება გათამაშება და 20 თქვენგანს შევარჩევ და კრისტალ სპორტის სახელით ქვემოთ რეპლეიში მოგწერთ. რომ მოიგეთ. ეგ არის და ძალიან მარტივია ყველაფერი და ხო ბოლოსკენ უნდა გითხრათ რომ აი თქვენი თხოვნები კიდევ ერთხელ გავითვალისწინე. ნუ სიურპრიზი გამოდის ფაქტობრივად რა, სანაკრებო თემაზე, როდესაც სანაკრებო პაუზა მოდიოდა, ყოველთვის ორივე მატჩს ველოდებოდი და მერევდებდი ანალიზს რა და ბევრი თქვენგანი Facebook-ზე, YouTube-ზეც თხოვდა რომ ეგრევე დამედო რა და ამჯერად ეგრე იქნება ნებისმიერი მატჩი ეს შესარჩევის ოფიციალური, როცა მორჩება, ერთა ლიგა იქნება თუ ისე მსოფლიო შესარჩევი თუ ნებისმიერი, ყველა მატჩის ანალიზი ნაკრების დაიდება მეორე დღესვე, ანუ სომხეთთან მატჩების ანალიზი გვექნება 2, ერთის ნაცვლად. ყოველი მატჩის მეორე დღესვე. მოკლედ, სულ ეს იყო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თანადგომისთვის. სრულწლიანი მალე დაგიბრუნდებათ. აბა მაგრად.